ამ მშვიდობის აი ასე სწრაფად გადის დრო და ჩვენ კлау თქვენს წინაშე ვართ, რა თქმა უნდა, ყველაზე რეიტინგული პროექტით საქართველოს ფანოღი. ამ სიტყვებში არაფერი უჩვეულო არა, შეგეძლიათ ჩვეულებრივ გადაამოწმოთ და ნახოთ, რომ ეს ნამდვილად ასია, თუმცა გუშინ ჟიური ცოტა განაწყენებული იყო, მაგრამ დღეს იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი უკეთესად იქნება. რა თქმა უნდა, ყველასთვის საყვარელი უნიჭიერესი ბატონი ზურაბ მანაგაძე კлау ჩვენთან ერთად არის. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ულამაზესი ნინო ჩხეიძე. უთქუნა და თამაზა ჩვენი მეგობრები. დიდი მადლობა, იმედი მაქვს, რომ დღეს განწყობა უკეთესი გაქვთ და კარგი ხალისიანად ჩვენივად გამოიყურებით, მინდა გითხრათ სულ ყველა. და ჩვენი ასე თქვა კონკურსანტები ასევე შეგინარჩუნებენ ხასიათს როგორც ხართ. იმედს ვიტოვებ. მოკლედ რა თქმა უნდა, ტური იგივე გახლავთ საესტრადო სიმღერების ტური. და ვნახოთ მარიამ წკვიტინიძე როგორი იქნება დღეს. აპლოდისმენტები მარიამს. მოგესალმებით. Zapchulia čemu, kaporena čemu, saze ara şansım tuare, psepare bacheros, sayfta xavadineda, anu isim agara Sevada, şani tavana bisperi. Şami xartus xuisixa, uracim tabiz nisolixa, uracim tabiz nisolixa. Şami xartus xuisixa, kaparanili nisolixa. ხილებს აღვაყრობ ცისკენ ნათელი მშვენის საიძახავადინედა ანავის სიმღერა სამაღარი ნიტავად შამქოსებადა შენი თვალების ფარი შამი ხართუს ხვისი ხარ ურჯი თავის ნისული ხარ ურჯი თავის ნისული ხარ შამი ხართუს ხვისი ხარ გაზაფხულის ნისული ხარ გაზაფხულის ნისული ხარ ხართუს ხვისი ხარ ურჯი თავის ნისული ხარ ურჯი თავის ნისული ხარ შამი ხართუს ხვისი ხარ გაზაფხულის ნისული ხარ გაზაფხულის ნისული ხარ Zapchulia čemu, kaporenas čemu. მარიამ წკვიტინიძე
გინდა არ გინდა უნდა სიმღერა რაზე იყო ვერ გავიგე. დიდად არ ვიცი მარიამ საინტერესებს თუ არა ჩვენი აზრი, მაგრამ სიმღერა რაზე იყო ვერ გავიგე. მარტო ჩემი ხარ თუ სხვისი ხარ ისმოდა და ტექსტი მეტი არაფერი სიტყვა არ ისმოდა. თვითონ ის ტემბრი როგორც ვღეროდი ამ სიმღერას არაფერს ჩვეში არ იყო. აბსოლუტურად სიმღერა სხვაგან იყო და ტემბრი სხვაგან იყო. მე არ მომეწონა. რვაკულა ნინოს დღეს მარიამ. ვისი სიმღერა იყო მარიამ? მამუკა ჩარკოიანის. ჩემი ხარ თუ სხვისი ხარ? ხო, სამწუხაროდ მამუკას შემოქმედება ძალიან მიყვარს, მაგრამ ამ სიმღერას არ ვიცნობ. ალბათ ბევრი სიმღერა აქვს, რომელსაც არ ვიცნობ ჩვენ. მე მინდოდა უბრალოდ საესტრადო სიმღერების ტურიაო, რომ გამოცხადდა, ესეთი ცნობილი სიმღერები შეგესრულებინათ, რომელიც შეეძლებოდა ითქოს ამ ტურში წარმატებას მოგიტანდათ, ჩვენც რაღაცას გაგვახსენებდა. ძალიან ბევრი კარგი სიმღერა არსებობს ქართული, რომელიც ძალიან კარგად ვიცით და ახსოვს ჩვენს კურსს და არა მარტო ჩვენს კურსს. ამიტომ ცხრიანს დავწერ მოდი დღეს. ცხრაკულა ვახოსგან, მარიამს ბატონო ზურაბ. სხვადასხვა საინტერესო ტემბრი გაქვთ და რაღაც კლასიკური სტილის მომღერალი ხართ უფრო. ამ სიმღერაში ყოველ შემთხვევაში ესე გამოიკვეთა მე მგონი და მე მაინც ცხრაკულას დაგიწერთ. ცხრაკულა, დიდი მადლობა ბატონო ზურაბ და ნიკოლოზ. მე ცხრიანს დაგიწერთ დღეს. ცხრაკულა. შეიძლება ორიოდე სიტყვა რო კი ვთქვა. ბატონო. მინდა მოვიკითხო მამუკა ჩარკოიანი და უღრმესი მადლობა გადაუხადო, რომ მე ამ სიმღერის შესრულება წილად მოხდა და ამ ადამიანმა ძალიან ბევრი ტანჯვა, წამება გამოიარა, ბევრი უსამართლობა და მაინც არ დაანება თავის საქმეს. ანუ არ შეეშვა და გულით გვემსახურება დღეს ჩვენ და არაჩვეულებრივი მომღერალი ყავს და მიყვარხარ მამუკა და უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა. ხოთ ესე იგი ძალიან კარგია რომ დღეს საერთო სიმღერების ტური გვაქვს და ძალიან მაინტერესებს გიორგი ლიპარტელიანი თავისი ასე თქვათ ცეკვის ელემენტებით არის ხოლმე ხშირად და დღეს როგორი მოწოდების სიმაღლეზეა. წარმატებები გიორგის და მოусმინოთ. ოცნებობდა შენზე არ მალავდა ამა ყოფიამი და აპარატ ხარკან ვიღიმები ხანკი არა დილით იღებოდა შენი პანჯარა ოცნებობდი წერა მოგვეპარა თუნდაც ყველა ჩემო პატარა ხვამის უკარება შეგვადარა ჰეი დროჩკარა გავიდა მასვერებდა ჩარა ბავშვობაც უცებ წავიდა ისლები და მენანა დრო ჩქარა გავიდა მასვერებდა ჩარა ბავშვობაც უცებ წავიდა ისლები და მენანა ხედა მოდის გოგო სიფრიფანა თამას უკარება იმისთანა ჩემი თავი მაშინ დამენანა სხვას რომ გავღიმა მე კი არა მოგონებდა ამიშალა დავდივარ და ვეძებ შარა მეუბნება ყველა შეგეშალა უკარებას ენა აღიზარა ჰეი დროს ჩქარა გავიდა მასვერებდა ჩარა ბავშვობაც უცებ წავიდა ისლები და მენანა დრო ჩქარა გავიდა მასვერებდა ჩარა ბავშვობაც უცებ წავიდა ისლები და მენანა Sifripana, tana sukareba imistana, cheme tavi mashin damenana, swas from gauhima, megiara, mogoneba knoba amishala, davdi varda vedem shara, meugleba quella shekeshala, ukareba sena, avisara, cheta vogut mogo, sifripana, tana sukareba imistana.
ჩემი თავი მაშინ დამენანა სხვას რომ გავუღიმა მე კი არა შეგეშალა უგარებას ელნა არხისა გიორგი ლიბარტელიანი მადლობა გიორგი ნინო გისმენთ ესე იგი მართლა გავაგიჟებენ ეს კონკურსანტები იმიტომ რომ ქართულ საესტრადო ტურში ადამიანი ვერაფერს რო ვერ ნახავს შალაკუკალელას გარდა და შე რო გონია რომ ამ სიმღერაში შენ თავს ყველაზე კარგად წარმოაჩენ ეს უკვე უბედურება არა უბრალოდ ინფორმაცია გქონდა სუდად რა და დღეს გავიგეთ მე კიდე ძველი სიმღერები ანუ ასე ვიცოდით თავიდან და ამიტომ თუნდაც ეს ძველი რეტროა თუ რა არის ეს ეს სიმღერა არის რაღაც კონკრეტული პროექტისთვის გადაკეთებული სიმღერა აფრიკ სიმონის შარაკუკარელა რომელიც მამუკა ონიშვილმა შეასრულა თავის ხასიათში რაღაცა პროექტისთვის მახსოვს ძალიან პატარა ბავშვი ვიყავი თუ არც ვიყავი შეიძლება ბავშვი მაგრამ უბრალოდ ძალიან სირცხვილია როდესაც ჟიურიში ზის ბატონი ზურა მანაგაძე და არ ვლაპარაკობ მე როგორც მუსიკალური განათლების მქონე ადამიანს უბრალოდ მსახიობი ადამიანი ვარ უბრალოდ ვიტყვი ერთ რამეს როცა ქვეყანაში ყავს მერაბ სეფაშვილი როცა თუნდაც ბატონი ზურაბის სიმღერები არაჩვეულებრივი საესტრადო სიმღერები აქვს. გეხვეწებით კონკურსანტებო, საქართველოს ფანოგის კონკურსანტებო, გადავავლოთ კარგად თვალი ქართულ ესტრადას. და შარაკუკარელას ქართულ ვერსიას შემოგთავაზებ ძალიან გთხოვთ, თუმცა მამუკა ონიშვილი არაჩვეულებრივად თავის დროზე ფანტასტიკურად ართობდა ამ სიმღერით ადამიანებს და მეც მიცეკვია და მიმხიარულე ქორწილში, მაგრამ დღეს საკონკურსო სიმღერად ეს არ მიმაჩნია და მაპატიეთ უნდა დავწერო 7 ქულა ეხლა ამ შემთხვევაში ძალიან გავბრაზდი უბრალოდ. რასაც ვერ ვიტყვი შესრულებად ეს არაჩვეულებრივი იყო. ნამდვილად სამარცხვინოა რაც ხდება დღეს და გუშინ ამ პროექტში. ნამდვილად სამარცხვინო. 2-7-იანი დაიწერა, მოდით ეხლა ბატონ ზურაბს ვთხოვ. ნუ ეხლა არ მინდა გავმეორდე, მაგრამ არ შემიძლია არ თქვა რომ ქართული ესტრადა რომელშიც აი თუნდაც 50-იანი წლები, 40-იანი წლებიც რომ აიღოთ არის იმდენად ლამაზად იყო შერწყმული ჯაზთან, იმდენად ლამაზად და ორგანულად რომ ის სიმღერები რომელიც შემდგომ 75-მა შეასრულა, ბევრმა ალბომმა შეასრულა კიდე. არის უამრავი ძალიან თბილი, ენერგიული ქართული სიმღერები. ცოტა გადავხედოთ ლიტერატურას, გადავხედოთ მუსლიტერატურას, ასე ვთქვა და იმ ქართულ ჩვენ განს, რომელიც უამრავი გვაქვს ჩვენ რა. უხერხულია ჩემთვის ახლა სცენაზე კაცი დგას, რომელმაც კარგად შეასრულა. ყველაფერი იყო 5-10-იანზე იყო შესრულებული, მაგრამ თვითონ თემას არ მიესადაგება სიმღერა. მით უმეტეს ავტორი არის ვიღაც აფრიკ სიმონი. ხო? თუ არ ვცდები. და იძულებული ვართ რომ თქვენი ეს შემოქმედება, რომელიც მოსასმენათაც კარგია, საყურებლად ყველაფრით არა, ჩვენ იძულებული ვართ რომ დაბალი ქულებით შევაფასოთ რა. ბოდიშის გიხდით. 8 ქულა, დიდი მადლობა ბატონო. დიახ, მეც არ მინდა მე ზოგადად ამ შემთხვევაში როცა ვსაუბრობთ კონკრეტულ ადამიანზე არ არის საუბარი, ეს ზოგადად ყველას ეხება გუშინას და დღესაც თუნდაც ბატონ მამუკა არის ჩვენი მეგობარი და გადასარევი სიმღერები აქვს ბევრი სხვა, რომელიც გაცილებით უფრო მოუხდებოდა დღევანდელ დღეს, ვიდრე ეს სიმღერა რა ვიცი რა გითხრათ სიმღერაზე მე ვოკალზე არაფერს არ ვამბობ თქვენ გადასარევად ვღერით ეს თქვენ ჩემზე უკეთიცით და ჩვენ ტელემაყურებელიც ამას ხედავს ყველაფერს კი ბატონო ძალიან კარგი და ძალიან რა ვიცი მე გული დამწყდება თუ თქვენ ვერ გამოამჟღავნებთ მომავალ ტურებში საკუთარ თავს და რაღაც, იმიტომ რომ ბევრი რამე შეგიძლია, არ ვიცი, ცოტა დაფიქრება გმართებს ალბათ. რაღაც იმის აქ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ცოტა ისეთი კონკურსია, შეიძლება ფანოგი ქვია ამას საქართველოს ნებისმიერ კონკურსს უნდა მიუდგეთ ცოტა სერიოზულად, მე ამას გთხოვთ ყველას. რა ვიცი, მე დაგიწერთ, რა ვიცი, რუიანს დაგიწერთ მე დღეს. 8 ქულა, დიდი მადლობა ჟიურის.
მე მინდა ყველა მონაწილეს უთხრა რომ გამხნევდით მე თქვენ მხარეს ვარ ყოველ შემთხვევაში რომ ნუ ჩამოვყრით ყურებს მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ გაითვალისწინეთ და ამ რაღაცა უხერხო მდგომარეობაში არ ჩავარდებით ყველანი ერთად იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს ეს საქართველოს ფანოღია უკვე მეოთხე სეზონია და მე მინდა გითხრათ რომ აი ჩვენი კატეგორიის გადაცემებში ყოველთვის პირველ ადგილზე ვიყავით და ახლა ისე ნუიზავთ თუ დაგხურონ კაცო მოკლედ აპლოდისმენტები თქვენი აუცილებლად ხურვალე და მე მინდა მარი დარსალია მოვიწიოს სცენაზე. აბა შენ იცი. დიდი მადლობა. ესე იგი, მარი ერთი ნაბიჯით წინ არის, ცოტა ახლოს არის ამ ტურთან, მაგრამ სიმღერას რო გაარტყავ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძალიან მაგის გამოკულა გეკუთვნის. თემატურად უკვე ერთი წინსვლა გვაქვს. დიდი მადლობა ამ სიმღერის. ბევრჯერ უნდა ვილაპარაკოთ. კი, იცი არის ამ სიმღერაში მე ვფიქრობ, რომ რაღაცა რთული სამღერი არაფერი არ არის, ხო, ბატონო ზურაბ, ანუ უფრო ხასიათობრივი განწყობა კი ქონდა, მაგრამ რა ვიცი, აბა რიანი. რვაკულა. ამ შემთხვევაში მე ბატონ ზურაბთან ბატონო მეც მინდოდა რომ ბატონ ზურაბისთვის დამეთო სიტყვა. დიდი მადლობა რომ ჩემი სიმღერა შეასრულეთ. პროფესორად ბუკა სიმღერაა ეხლა მე ვაჩუქე ჩემ ქალიშვილს და მაგრამ თავარი რა არის იცით ეხლა მე
მიკორძოებაში ნუ ჩავამართეთ, მაინც მე 9-იანს დავწერო. ბოლო გადაწყვეტილება ეს არის. 9 ქულა, დიდი ცოტა მადლობა. დავიბენი რა, არ მოველოდი რომ ჩემ სიმღერას ახლა შეასრულებდნენ და ჩაწყობილი ეგონება სტუდიას და ხალხს კიდე ზოგიერთს. დიდი მადლობა. ამის პრობლემა არ არის. უბრალოდ რა თქმა უნდა საქართველოს ფანოღია კიდევ ერთხელ რო ახსნა, უბრალოდ ტურია საესტრადო სიმღერებისთვის და შესაბამისად იყო ამისი დამთხევა ძალიან სხვათა შორის გუმანია კამბავს ძალიან კარგი ჩვენ ყავდა მსახიობი ნანულის არაჯიშვილი ქალბატონი და მანანას სიმღერაში არჩია და შენ რო 78-ის იქნები გუმანი ნახე მერე გისმენ რაღაცა არც ერთ კონკურსანტთან არ მაქვს რაღაცა ისეთი არასოდეს მთელი კონკურსის მანძილზე შენიშნები რომ რაღაცა ცუდად უთხრა ან რაღაც ქულა დავაკლო ან ასე შემდეგ. უბრალოდ დღეს ზოგადად ტურზე ვიყავი გამრაზებული რომ რაღაცა ჩვენი კონკურსანტები ვერ ჩაწვნენ და არა უშავს მე იმედი მაქვს რომ გამოსწორდება ყველაფერი და იმისგან როცა არ ელოდები ისეთი ადამიანისგან რომელიც მთელი ტურები კარგად მიდის და უცბად ამაზე წინა გაცხარება მინდა მაყურებელს ბოდიში მოვუხადო და ასევე კონკურსანტს და ყველას თუ ცუდად გამომივიდა. რაც შეეხება მარიამს მარიამისგან მოდიოდა ძალიან კარგი მოხდი და რაღაცა შეფასებიდან რომ აგერ ბატონიზურას სიმღერები და ის მეთქი მისმა გუმანმა არ დააყოვნა და შეგვისურვა ბუკას კარგი სიმღერა და ვია 75 ასრულებდა მე ისიც კი ვიცი და ისიც კი მახსოვს. მე ამ სიმღერის პატივისცემა ძალიან დიდი მაქვს, ბატონიზურას პატივისცემა ძალიან დიდი მაქვს, ბუკას პატივისცემა ძალიან დიდი მაქვს, ჩემ ბავშვობის მეგობრობდით ჩვენ ადრე და 10-იანი მინდა დაგიწერო აი ამ ყველაფრისთვის დღეს შენ. ნუ რაღაცა მიულოცოთ, კარგია, ვახო, დიდი მადლობა და ნიკო. პოზიტივი როგორიც იყოს პოზიტივი. თვითონ მე რა მინდა რომ ვთქვა. ჩემი აზრით ეს სიმღერა ზოგადად ისეა დაწერილი რომ სხვანაირად არც შეიძლება უნდა იმღეროს სწორადაა გარჩეული ამ შემთხვევაში ამ ტურისთვის მე ვთვლი რომ ხო ასაკთან შეფარდებით პირველ რიგში მე ბუკა მინდა მოვიკითხო ჩვენგან ყველასგან და რა ვიცი ვოკალურად არ მინდა რამე ვთქვა გასაგები მიზეზები მოდი მე 9-იანს დაგიწებ დღეს 9 ქულა მე მგონი არ დაიწერა ცუდი ქულები მარიამის დასარგებლოდ ლიდია ოქუაშვილი sex bomb ნადროსულში ჩდებოდა თვარეფერებოდა გული გულს ვერ ხვდებოდა ენატრებოდა ვარსკვლავები ჩდებოდა თვარეს ხაბარს ხვებოდა და გული გულს შორიდან ეფერებოდა შენი ხმა გულმა შენადექსა ვერ დაივიწყა მინდა ვარსკვლავებსაც ფიქრები გავანტო იქნება მითხრა და გამათბო დროგი ჩუმად მიკროდა გული შენზე ფიქრობდა შეხვედრის სამსელოდა ენატრებოდა ვარსკვლავები ჩდებოდა თვარეს ხაბარს ხვებოდა და გული გულს შორიდან ეფერებოდა შენი ხმა გულმა შენადექსა ვერ დაივიწყა ნომინდა ვარსკვლავებსაც ფიქრები
ლიდია ოქუაშვილი. ესე იგი მშვენიერი იყო. მომეწონა ძალიან ინდივიდუალური ნამღერი იყო, თუმცა ქართულ ესტრადაში მე სხვა უფრო ძველ სიმღერას ავირჩევდი, უფრო ძველი ესტრადიდან, უფრო იმიტომ რომ მაშინ უფრო რაღაცა გამოკვეთილი იყო ქართული ესტრადა და უფრო კაშკაშებდა. კი, მაგრამ მომეწონა ლიდია, ისე მომეწონა რომ მოვისმენდი სიამოვნებით, მოვიდოდი შენს კონცერტზე და მოვისმენდი ამ სიმღერას. 10 კულა ასევე ვახო ბიჭიკაშვილისგან ბატონო ზურაბ თქვენი აზრი ძალიან საინტერესო იქნება. 10 კულა ასევე უკომენტაროთ იყო? კი ბატონო. ხო, სხვათა შორის ლიდიას კონცერტებზე ბილეთებზე დარეკეთ ჩემთან. და შეღავათიან ფასებში გაქვთ თუ შეღავათიან პირველი ხელი მოდით 10 კულა გილოცავ ლიდია ჩემო ძვირფასო გილოცავ სხვათა შორის მე გამოგაცხადე სხვანაირად ესე იგი არავის აღარ უნდივარ მე ქულები რო დაეწერება მიმაგდებენ ხოლმე გასაგებია აბა ჩემი ნოდარი მეგრელიშვილი კაი მოკეიფე კაი პურმარელიანი კაცი Am gimis verasodes gachukas Usipot verasodes gagigas Ishemplis sarchaides valshu Sisuleves Islam Atas var saotsebas birdeba Ambotso mudam sheni ikneba Itsode gagebseba gaprindeba Male vigatslova Damindundiseme Gelodebiseme Aračeni siglaruli arčakreba Damindundiseme Gelodebiseme Iseme šeni erulime Isla Angeltan verasodes gimgeres Zilmarši verasodes gitsekves Išentvis arčaides valšu Zisuleles Tuše Tebi რომ დროუაცოდ გავიდა ყველაფერი დავიწყოთ თავიდა შეცდომებს გამადიებ ჩვენ შორის აღარ იქნება ცვლა დამიბრუნდისმე გელოდებისმე არა ჩვენი სიყვარული არ ჩაქრება დამიბრუნდისმე გელოდებისმე ისმე შენი ერთული მე ისლა ათას გვარ საოცებას ვირდება ამბობს რომ მუდამ შენი იქნება იცოდე რომ ვერ შეცვლის მე ვიღაც გავარ ისლა ათას გვარ საოცებას ვირდება ამბობს რომ მუდამ შენი იქნება იცოდე გაგექცევა გაფრინდება მალე ვიღაც გავარ დამიბრუნდისმე გელოდებისმე არა ჩვენი სიყვარული არ ჩაქრება დამიბრუნდისმე გელოდებისმე ისმე შენი ერთგული მე გელოდებისმე არა ჩვენი სიყვარული არ ჩაქრება დამიბრუნდისმე გელოდებისმე ისმე შენი ერთგული მე ისლა 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 ამუკაონაშვილი სიმღერა შემოგთავაზა ბატონმა ნოდარმა
მამუკას სიმღერების ტური უფრო გამოგვიდა. მე მიხარია მამუკას სიმღერებს რო ასრულებთ, მაგრამ თუ მაინდა-მაინც მამუკას სიმღერა გინდოდათ, აი თუნდაც ალექსანდრე ბაღის კამზე აქვს მამუკას ეს საესტრადო სიმღერები, რომელიც თავისუფლად შეგეძლოთ გემღერათ და არა რაღაცა პროექტის, როგორც ვახომ თქვა, სიმღერები, იმიტომ რომ ეს არ არის ხალხნო ქართული საესტრადო და არც ძველი არ არის და არც რეტრო არ არის, არაფერი არ არის. ეს არის ქავერი, ეგრეთ წოდებული ჩვეულებრივი. ტელევიზიის ენაზე აგიხსნით და კეთდება პროექტები ტელევიზიებში ზოგადად, აი როგორც არის საქართველოს ფანოღი, ზუსტად ესე გაკეთდა საუკუნის ნოსტალგია, გამახსენდა. ამ პროექტის სახელი რაც ერქვა ტელეკომპანია მაესტროზე. Ну, მაშინ როდესაც მაესტრო იყო მუსიკალური არხი და ბევრ კარგ მუსიკალურ რაღაც პროექტს უთავაზობდა. მაგრამ დღევანდელობასთან მაპატიეთ, წინა ქულაროც დავწერე და ნოდარ შენს შემოკა არაჩვეულებრივი შესრულება ქონდა. შარაკუკარელასაც ხასიათში და ყველაფერი და არაჩვეულებრივი შესრულება იყო ეხლა შენგანაც. მაგრამ ჩემი აზრი არის დღეს ესეთი ძალიან გაბრაზებული და შვიდიანი დღეს კიდევ ერთხელ ჩემგან. 2-7-იანი, 8-იანი. დიდი მადლობა ნოდარ, აპლოდისმენტები ნოდარს, აპლოდისმენტები. ესე იგი, ჩემო ძვირფასებო, საერთო ჯამში ჩვენ ჟიური მაინც ასე ვთქვათ, სუბუქად ვიტყვი, გაღიზიანებული დავსტიეთ. თქვენი აპლოდისმენტების ფონზე სანამ ქურებს შევაჯავებთ, მე მინდა სცენაზე მოვიწვიო ბატონი ზურაბი. ყავთ. მახსოვს როგორ შემოხედე ზევდიანი თვალი ჩემბაგესტი ისე ვაჭდა შენი კოდლის კვალი მერე ხარი ამოვარდა თელი ღამე ხროდა შემკითებს კი შენი თმების ზურნელება ქონდა ხარი მაინც არ დაწნადა ჩვენ ორ შორის ჩადა Hamodi
menana ისმე, გელოდებისმე, არა ჩვენი სიყვარული არ ჩაქრება. ახლა კი მთავარი ჩვენი გადაცემის ჩვენი აუთსაიდერები უნდა დავასახელო. ესე იგი ომარ პაიკიძე 31 ქულით, გიორგი ლიპარტელიანი 30 ქულით და ნოდარ მეგრელიშვილი 30 ქულით. სამწუხაროა რომ ეს ადამიანები პრინციპში ჩვენი პროექტის მანძილზე რაც მიდის ყველაზე კარგ ქულებს თითქმის იმსახურებდნენ და რას ისევთ კონკურსია. ბატონო ზურაბ უბრალოდ მე თქვენ მოგმართავთ და გეტყვით რომ ამ სამი აუთსაიდერიდან თქვენ გაქვთ უფლება ერთი დატოვოთ პროექტში და შემდეგ უკვე გავაგრძელებთ თუ როგორ გამთავდება მოვლენები. ეხლა ბევრი ვიმსჯელეთ და აქ ანუ თუ გადავავლებთ ნამღერს ამ ორმა ადამიანმა ჩვენ შვიდები დაუწერეთ იმის გამო რომ აბსოლუტურად ამოვარდნილი იყო კონტენტიდან ანუ ამ ტურიდან თუმცა ორივე არ იმღერა ცუდად ნამდვილად. ომარის შემთხვევაში იყო აბსოლუტურად გაუგებრობა და აბსოლუტურად სხვა პრობლემა ქონდა და მე ვფიქრობ რომ უფრო სამართლიანი იქნება რომ ამ ორ ადამიანს შორის გავაკეთოთ ასე ვთქვათ შეჯიბრება ვიდრე ომარის შორის და გადავარჩენთ ომარის ამ შემთხვევაში. ომარი. გილოცავ ომარ, ჩემო კარგო, გილოცავ, ჩემო მეგობრებო, ერთხელ უბრალოდ მივმართავ ტელემაყურებელს რომ არ იყოს გაურკვეველი, ბატონო ზურაბ, მოკლედ ყველას აქვს ასეთი ფირფიტა, მარტივად წყვეთ, ჩვენ მარტივი პროექტი გვაქვს, თვითონ მონაწილეები სურვილის მიხედვით გადასცემენ ამ ფირფიტას და რომელსაც უფრო მეტი ფირფიტა დაუგროვდება, ის დარჩება პროექტში. ასე რომ გთხოვთ. აბა, ბიჭებო. გოგონებო, ბიჭებო. ნოდარ მეგრელიშვილი, გილოცავ გიორგი, შენ გილოცავ, ბატონ ნოდარ გთხოვთ. ჩემთან თუ შეიძლება. სამწუხაროა ნამდვილად გული დამწყდა, მაგრამ რას ვიზავთ, ყველაფერი ხდება. მე ყველა დანარჩენ კონკურსაც მიულოცავ და კიდევ ერთხელ ურჩევ რომ გაითვალისწინოს ჟიურის რჩევები რაც შეხება. ნოდარ კეთილი იყო თქვენი გაცნობა, წარმატებებს გისურვებთ და ბატონ ზურაბ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენთან ყოფნისთვის, ჩვენ კი დაგემშვიდობებით და რა თქმა უნდა მომავალ შაბათს ზუსტად 7 საათზე კომედი არხზე საქართველოს ფანოღი გელოდებათ. დროებით